E-commerce სფერო, რომელმაც ბოლო წლებში რადიკალურად შეცვალა ჩვენი შოპინგის ჩვევები, ონლაინ მაღაზიების მზარდი პოპულარობის ფონზე კი გამოწვევების გაჩნდა, იქნება ის ხარისხის კონტროლი, მომხმარებლის უფლებების დაცვა თუ უცხოური პლატფორმების გავლენა ადგილობრივ ბაზარზე. ოფიციალური სტატისტიკით კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში მომხმარებელთა განაცხადების რაოდენობა გაზრდილია, იანვარ-მაისში 602 განაცხადია შესული და მათი 70% სწორედ ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა. Როგორია ელექტრონული კომერციის განვითარების ტემპი საქართველოში, რაზე მიგვითითებს ბოლო პერიოდის ტენდენცია ამ და სფეროში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელთან თამარ გოგულაშვილთან ერთად განვიხილავთ. თამარ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გავიდა უკვე გარკვეული პერიოდი, რაც არ შევხვედრივართ და ერთგვარი ანგარიში საინტერესო იქნებოდა თქვენგან მოგვესმინა ორი კვარტლის შედეგებით, როგორ აფასებთ რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის კუთხით, გამოწვევები ჯერ კიდევ რა მიმართულებით ფიქსირდება და რა არის ის მწვავე წერტილები, რის გამოსწორებასაც ყველაზე მეტად ისურვებდით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ელექტრონული კომერციის ბოლო კვარტლების მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელი არის. ზოგადად ტენდენციები ჩვენს მიმართ ინდუსტრიაში გვაქვს საკმაოდ მზარდი ზოგადად ელექტრონული კომერცია შეგვიძლია ვთქვათ რომ მაინც მზარდი არის ქვეყნის მასშტაბით იქნება ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ელექტრონული კომერცია თუმცა თუ განვიხილავთ ორივე ჭრილში ადგილობრივი ელექტრონული კომერცია ისეთი ტემპით უკვე აღარ იზრდება რასაც ვისურვებდით და როგორი ზრდაც აქამდე ფიქსირდებოდა რაც შეეხება საერთაშორისო ელექტრონულ კომერციას რაც შეეხება საზღვარგარეთ საიტებიდან გამოწერას ამ შემთხვევაში ის მზარდი არის, ახალი მოთამაშეები შემოდიან როგორც მოგიხსენებათ და შესაბამისად, ანუ ეს მიმართულება არა ჯანსაღ კონკურენციასთან? იცით როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულწილად არაჯანსაღი კონკურენციას ჰქონდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში TMU-ს თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმების შემოსვლა მნიშვნელოვნად დაარტყა ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებს. ვინაიდან და რადგანაც კონკურენცია საკმაოდ მაღალი არის, მათ შეუძლიათ ფასებით ლავირება და პირდაპირ დაუშვათ წარმოებლებიდან, ქარხნებიდან პროდუქციის გაყიდვა რაც ქართულ ბიზნესს ფაქტობრივად არ შეუძლია. ისინი ერთგვარი შუამავლების როლს თამაშობენ და შესაბამისად მათ შესაბამისად ფასების გაზრდა უწევთ ადგილობრივ ბაზარზე რომ გაყიდონ პროდუქცია. აქედან გამომდინარე მომხმარებელი რა თქმა უნდა არჩევს დაუშვათ ისეთ პროდუქტს რომელიც შედარებით დაბალფასიანია. აქ ბევრი გამოწვევაც არის რა თქმა უნდა ამაზე ადრეც აღნიშნავდი ვინაიდან მაგალითად ჩვენი ბიზნეს პროვაიდერების შეკვეთილი ჩამოსული პროდუქცია გადის გარკვეულწილად დათვალიერებას ლაბორატორიულ კვლევებს და ასე შემდეგ. ანუ გარკვეული რეგულაციები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს, ხო? მარტო გვაქვს შეხება ასე ვთქვათ საბაჟო სამსახურთან, თუ ნივთის ღირებულება აცდება დაუშვათ 300 ლარს, ამ შემთხვევაში უწევს განბაჟება და ამ გადასახადს ვიხდით. და გამოსავლის პოვნა, ასე ვთქვათ, რელევანტურია ამ შემთხვევაში, ანუ კანონმდებლობის ცვლილება თუნდაც თქვენ როგორ გესახებათ ეს საკითხი? მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ ვინაიდან 1 წლის განმავლობაში ეს ტენდენცია გრძელდება, ჩვენ აქამდე შეგვინიშნავს, რომ იყო რაღაც პლატფორმები შემოდიოდა, მე ასე ვთქვათ, ჩაცხრებოდა ხოლმე ესეთი აქტუალურობა, თუმცა ეხლა ამ მზარდი ელექტრონული, ანუ გავლენის, ასე ვთქვათ, საერთაშორისოების გავლენის ფონზე მნიშვნელოვანი არის, რომ საკითხის შესწავლა რა თქმა უნდა მოხდეს და განსაზღვროთ, რამდენად არის სამართლიანი ეს კონკურენცია, რამდენად ჯანსაღ კონკურენციაში არიან ადგილობრივი ონლაინ მაღაზიები საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ბიზნესის და ასევე მომხმარებლების ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული, როგორც მოგახსენეთ, აი ამ სწორედ დაუშვათ ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით, ასაც ვერ ვაკეთებთ ხო საერთაშორისო ონლაინ მაღაზიების შემთხვევაში, თუნდაც ეს კომუნიკაცია კონკურენციის სააგენტოს. ამ თემასთან მიმართებაში ჯერ ჩვენ არ გქონია მიმართვა, ვინაიდან მაინც ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი დარეგულირებული იყო, ჩამოყალიბებული იყო, თუმცა ეხლა ვხედავთ, რომ გარკვეულწილად რაღაც პრობლემები არსებობს ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ აი ამ კომუნიკაციას უკვე სექტემბრის თვიდან აქტიურად დავიწყებთ, მაშინ როდესაც უკვე დაიწყება აქტიურად საქმიანობა ბიზნეს მიმართულებით. კი ბატონო, კონკურენციის თემა რომ გავაგრძელოთ, კონკურენციის სააგენტოში მიმართვიანობის 70% სწორედ ონლაინ კომერციაზე მოდის, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, ალბათ დამეთანხმებით. ძირითადად რა ტიპის პრობლემები ექმნებათ ხოლმე მომხმარებლებს, რომ განვიხილოთ და
ამ საკითხის დარეგულირება როგორ არის შესაძლებელი? რეალურად, რაც თქვენ ახსენეთ, მომართვიანობა 600 შემთხვევა და ახლო 600-ზე ცოტა მეტი შემთხვევა არის ბოლო კვარტალში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც ეს საგანგაშო რაოდენობა არ არის, მაინც ხედავთ, რომ ეს რაოდენობა გაზრდილია წინა პერიოდებთან შედარებით, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ მომხმარებლების ცნობიერება იზრდება ამ მიმართულებით. ის, რომ 70% არის მიმართვიანობა ელექტრონულ კომერციასთან მიმართებაში, ძალიან ბუნებრივია, ვინაიდან, როდესაც ადამიანი მიდის დაუშვათ მაღაზიაში, იქ ადგილზევე ამოწმებს თავის სასურველ ნივთს და მხოლოდ წუნის შემთხვევაში, ქართული წუნის შემთხვევაში ხდება დაუშვათ უკან დაბრუნება ამ ნივთის, თუმცა ონლაინ შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ვერ ხედავს წინასწარ როგორი არის ნივთი, ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევები, რომელიც არც კონკურენციის სააგენტომდე არ მიდის, ასე ვთქვათ, როდესაც მომხმარებელი იღებს გარკვეულ ნივთს და მისი მოლოდინი დაუშვათ განსხვავებული არის, ხო? ანუ რაღაცა სხვა ეგონა გამოიწერა, სხვა ჩამოუვიდა, ან სხვა მიუვიდა მისამართი, შესაბამისად ის ამ შემთხვევაში სარგებლობს თავისი უფლებით, რომ დააბრუნოს გარკვეული ნივთი. ამ შემთხვევაშიც ჩემი აზრით ისეთი რაოდენობა არ არის და არც ბიზნეს ქონია რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით, რომ კონკურენციის სააგენტოსთვის რეგულირებისთვის მიემართა, ვინაიდან ზოგადად ელექტრონული ბიზნესი ადრეც აღნიშნავს, რომ არის საკმაოდ პასუხისმგებლიანი ბიზნესი და იმისთვის, რომ მზარდ კონკურენციაში მან თავისი, ასე ვთქვათ, პოზიციები განამტკიცოს, ის ყოველთვის ცდილობს, რომ კარგი მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველივე მიმართვის შემთხვევაში ბიზნესი თავად აგვარებს, ასე ვთქვათ, მომხმარებელთან ურთიერთობას. არის დაცული მომხმარებელთა უფლებების და მოვაჭრეების უფლებების შორის. ანუ თქვენი e-commerce მიმართულებით ასოციაციის პოზიცია როგორია ამ ნაწილში? ამ შემთხვევაში ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი მომართვიანობა არ გქონია, რაიმე არასამართლიან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ ესეთი შემთხვევა იქნება, აუცილებლად მივიღებთ ცნობებს ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ბიზნესის სასარგებლოდ. კი ბატონო, მცირე და საშუალო ბიზნესის ონლაინ კომერციაში ჩათვლის ტენდენცია ახსენეთ დასაწყისში, რომ არც ისე აქტუალურია, როგორიც იყო. ეს რაიმე ლოგიკით აიხსნება, რა არის ამის მიზეზი და რა კეთდება იმისათვის, ვთქვათ, რომ გაცილებით მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი ჩაერთოს ონლაინ კომერციაში, რადგან ეს გასაღების კიდევ ერთი დამატებითი ბაზარია და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მომხმარებლის ქცევა არის უკვე საკმაოდ ნდობით გამსჭვალული ონლაინ კომერციის მიმართ, მათთვის არის დამატებითი შანსი შემოსავლის გაზრდის. რა თქმა უნდა, ბოლო 1 წლის განმავლობაში მცირე ბიზნესს განსაკუთრებით დაარტყა ამ კონკურენციამ, იგივე ამ საერთაშორისო პლატფორმების შემოსვლამ, ვინაიდან ყველაზე სენსიტიურები სწორედ აი ამ მიმართულებით აღმოჩნდნენ ბიზნესები. ბევრი მათგანი გაუქმდა კიდეც, ვინაიდან კონკურენციას ფიზიკურად ვერ გაუძლო. ამ ბიზნესში შემოსვლა მარტივია ელექტრონულ კომერციაში და შესაბამისად ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იმისთვის, რომ მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები ონლაინ სივრცეში, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნებისმიერ წერტილში ქვეყნის და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია მივწვდეთ მომხმარებელს, თუმცა აქვე არის ის, რომ სწორედ კონკურენციის ფარგლებში, რაც საერთაშორისო პლატფორმებს უკავშირდება, საკმაოდ გაუჭირდათ მათ ამ 1 წლის განმავლობაში თვით გადარჩენა. მე მახსოვს პანდემიის პერიოდში სხვათა შორის იყო გარკვეული შეზღუდვები, პირიქით უფრო სწორედ შეზღუდვებიც იყო, თუმცა ასევე ბიზნესისთვის იყო გარკვეულწილად შეღავათები საგადახდო მიმართულებით. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ ამ დაუშვათ ამ ვითარებაში, როდესაც მცირე ბიზნესს გჭირდება, რომ სტიმული მივცეთ იმისთვის, რომ ონლაინ აკეთონ ბიზნესი, რაღაცა პერიოდი თუ მიცემდნენ დაუშვათ შემოსავლების სამსახურიდან, ხო, ვიმშელებდით ამ თემაზე, რომ რაღაცა შეღავათები მიეცათ იმისთვის, რომ ელექტრონულმა კომერციამ უფრო ზრდა გვანახოს, ძალიან კარგი იქნებოდა. ვინაიდან ეხლა ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია გაზრდილი არის, ჩვენი მომხმარებლების დიდმა ნაწილმა უკვე გამოიყენა ელექტრონული კომერცია, თუნდაც ამ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებიდან, თუნდაც ერთი ნივთი გამოიწერეს. ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ განმეორებითი შესყიდვები არის გაძლიერებული, გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის ჩართულობა e-commerce-ში გაზრდილი არის, როგორც დაუშვათ რაოდენობრივად, უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს ელექტრონული კომერციით, ასევე რა თქმა უნდა და თუ ამ შემთხვევაში ქართული ონლაინ მაღაზიაც მზად დახვდება თავისი პროდუქციით, თავისი ხარისხით, თავისი მომსახურებით, კეთილმოსურნე მომსახურებით, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით მნიშვნელოვან ზრდას დავინახავთ ადგილობრივი ელექტრონული კომერციის. საინტერესოა ადგილობრივი ონლაინ ვაჭრობის მოთამაშეები გლობალურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე თუ არიან წარმოუდგენელი, მსგავსი პრეცედენტები თუ ფიქსირდება და როგორია ვთქვათ მათი გამოცდილება იქ.
ადგილობრივად ვინც არის წარმოდგენილი განსაკუთრებით დიდი კომპანიები, ისინი ფაქტობრივად უფრო მარკეტპლეისები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ საიტებზე ყიდიან სხვადასხვა ბიზნესის პროდუქციას, ანუ ისინი ქმნიან ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ სხვა დაუშვათ ბიზნესებმა მათ პლატფორმაზე გაყიდონ პროდუქცია. ესეთი ბიზნეს პლატფორმები ვერ ფიზიკურად ისინი თავიანთ პროდუქციას არ ფლობენ უმეტეს შემთხვევაში, ამიტომ ისინი ვერ გაყიდიან საერთაშორისო მიმართულებით. თუმცა ამის საპირწონედ ძალიან ბევრი ადგილობრივი მაღაზია, რომელიც დაუშვათ თავის პროდუქციას, უნიკალურ პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის ცდილობს, რომ გავიდეს საზღვარგარეთ, დაუშვათ არის იმის საშუალება, რომ ევროპაში გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, ამერიკაში გაყიდონ Amazon-ზე, იქნება ეს eBay-ზე თუ ასე შემდეგ. არის Etsy პლატფორმა, რომელიც საკმაოდ პოპულარული არის ქართულ ხელნაკეთ, ასე ვთქვათ, ინდუსტრიაში და შესაბამისად ძალიან აქტუალური არის ეს. ხო, აი ამ მიმართულებითაც შეიძლება, რომ მივცეთ უფრო მეტი ბიძგი იმისთვის, რომ აი ეს მიმართულება გავზარდოთ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომ საერთაშორისო პლატფორმები სწორედ ბიზნესებმა აითვისონ და თავიანთ პროდუქცია გაყიდონ საერთაშორისო ბაზარზე. კი ბატონო, გადამზიდ კომპანიებზეც მინდა გკითხოთ, რაც ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება ხოლმე e-commerce-ის განვითარების ნაწილში. ამ ვითარებაში ამ ნაწილში რამდენად დასტაბილურებულია ვითარება, რომ გითხრათ? მე ვფიქრობ, რომ მიწოდების ნაწილში საკმაოდ დავასტაბილურეთ სიტუაცია. ზოგადად ყველა ინდუსტრია პასუხობს მოთხოვნას, რომელიც იქმნება. ეს გარკვეულწილად ჰქონდა პრობლემები, როდესაც სწრაფად მოხდა გაზრდა შეკვეთების, როცა იყო პანდემია მაგალითად, არის ხოლმე პერიოდები, როცა სწრაფად იზრდება ბიზნესი, თუნდაც დეკემბრის პერიოდში, როცა დიდი არის მოთხოვნა. თუმცა ხედავ ტენდენციას, რომ აქეთ ამ მხარეს მიწოდების სერვისებიც უწყობენ ფეხს. ერთადერთი რაშიც მე ვხედავ დაუშვათ პირადად მე პრობლემას, ეს არის საერთაშორისო მიმართულება. ვინაიდან საერთაშორისო გადაზიდვები საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის, მაინც ძვირ სიამოვნებად რჩება. რაც ქართულ პროდუქციას ნაკლებ კონკურენტულს ხდის. იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ არის მაგალითად ქვეყნები, რომელთაც საკმაოდ დაბალი აქვთ შიპინგის გადასახადი, იმიტომ რომ მათი ბრუნვა არის მაღალი და შესაბამისად ამის უფლება შეუძლიათ მისცენ თავს. თუმცა აქაც გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი საქართველოს პოსტა თუნდაც იმისთვის გამოვიყენოთ, ეს ხო არის რაღაცა საშუალება იმისთვის, რომ ქართულ მოსახლეობას, ქართულ ბიზნესს მივცეთ საშუალება დაუშვათ უფრო დაბალფასიანი სერვისები გამოიყენოს. შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ მიმართულებითაც, რომ დაუშვათ თუნდაც ეს რაღაცა სუბსიდირებით იქნება თუ სხვა მიმართულებით, ახლა ეს ძალიან ბუნდოვანია ჯერჯერობით ეს თემა, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, არის ეს სასურველი თუ არ არის აი ამ მიმართულებით. თუ არის გამოკვეთილი საკითხები, რის აუცილებლობასაც თქვენ ხედავთ? და თუ მუშაობთ ამ ნაწილში? რეგულირების მიმართულებით ამ ეტაპზე მე პირადად ვერ ვხედავ რეგულირების საჭიროებას, ვერც ბიზნესი ვერ ხედავს, ამიტომ ჯერჯერობით რაღაც მიმართვა ამ ნაწილში არ გქონია. ვინაიდან თვითონ ბაზარი როგორც წესი არეგულირებს ხოლმე თავის თავს. ჩვენ კანონმდებლობა მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანი არ გქონდა ელექტრონულ კომერციაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში მივიღეთ და ავამოქმედეთ. თუმცა იქამდეც მუშაობდა ელექტრონული კომერცია, იქამდეც საკმაოდ ისე სწრაფად ვითარდებოდა. ეხლა უფრო სტაბილური ზრდა გვაქვს დაუშვათ ვიდრე წინა პერიოდში და მაშინ უფრო ჭირდებოდა რაღაცა რეგულირება ამ სფეროს, თუმცა ესე მოხდა და შესაბამისად დღეს ეს სურათი გვაქვს. ამის განმაპირობებელი პანდემიური მოვლენა იყო ალბათ. კი, პანდემიამ გაზარდა ელექტრონული კომერცია, შესაბამისად მის მიმართ ინტერესიც გაზარდა. ეს ბუნებრივი არის, აქამდე ელექტრონული კომერცია ისეთი მაღალი მოთხოვნით არ სარგებლობდა. დღეს საკმაოდ აქტუალური არის. მსგავსი ბუმის შემდეგ გარკვეული სტაბილურობაც ლოგიკურია, ხო? ზოგადად სტაბილურობა ნორმალური არის ამ ბუმის შემდეგ, თუმცა მაინც შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენ აქამდე დაუშვათ წლიური ბრუნვა, წლიური ზრდა გქონდა 30-დან 50%-მდე, მაგალითად ყოველწლიური, ხო? მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დამთავრდა და მაინც ვითარდებოდა ელექტრონული კომერცია. დღეს აი ეს ზრდა, ასე ვთქვათ, წაიღო აი ამ საერთაშორისო პლატფორმებმა და საერთაშორისო კონკურენციამ. ის რა წილითაც უნდა გაზრდილიყო ადგილობრივი ელექტრონული კომერცია, ეს ზრდა უკვე წამოვიდა საერთაშორისო პლატფორმებზე, რამაც შესაბამისად მოაკლო შემოსავალი ადგილობრივებს. რა წილსელით ზრდის, აი რა მაჩვენებელს განიხილავთ, რომ დაფიქსირდეთ?
წინა წელს ჩვენ გვაჩვენა მონაცემებმა, რომ დაახლოებით 10-დან 20%-მდე გაიზარდა მხოლოდ წლის განმავლობაში ელექტრონული კომერცია. სამწუხაროდ რაღაცა დიდი კვლევები არ ტარდება ხა მიმართულებით, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ამ წელსაც ვფიქრობ, რომ ალბათ ანალოგიური მდგომარეობა იქნება, ვინაიდან კონკურენცია კვლავ მაღალი არის და კვლავ ჯერჯერობით ესე მერყეობს ბაზარი. ეხლა მაგალითად ზაფხულის პერიოდში ცოტა განსაკუთრებით შემცირებულია, ვინაიდან მოგეხსენება ტურისტული სეზონი არის და მომხმარებლების დიდი ნაწილი უბრალოდ გასული არის ან ქვეყნიდან, ან დაუშვათ ქალაქიდან და სხვა დანახარჯები არის მათთვის პრიორიტეტული. პასიურ პერიოდით შეიძლება ჩაითვალოს. კი, ნამდვილად. კი ბატონო, მინდა გითხოთ ინოვაციაზე, რაც შეიძლება იყოს საერთაშორისო ბაზრებზე და ჯერ ჩვენთან არ არის დანერგილი, თუ არის რაიმე ასეთი, რაც იქნება ერთგვარი ბიძგი იმისა, რომ თუნდაც ადგილობრივი ელექტრონული კომერციის მიმართულება პროცედურულ ჭრილში თუ არ დაუბრუნდება იმ ბუმის პერიოდს მიუახლოვდეს მაინც. ინოვაციური ალბათ ჩვენ ამ ეტაპზე მსოფლიოს ვერ შევთავაზებთ რაიმე ინოვაციური პროდუქტს, ვინაიდან ბევრად წინ გასწრებული ქვეყნები არსებობენ ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით და ჩვენთვის ეს ძალიან კარგი მაგალითი და გამოცდილება არის იმისთვის, რომ ადგილობრივი ელექტრონული კომერციაც მაღალ სტანდარტზე ავიყვანოთ და ჩვენ მუდმივად მუშაობთ იმაზე, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტები დავამკვიდროთ ჩვენს მუშაობაშიც. თუმცა კარგი იქნებოდა, რომ პირიქით გვემუშავა იმაზე, რომ ადგილობრივი კომერცია, ელექტრონული კომერცია წავახალისოთ, რაღაცა იქნება ეს შეღავათები თუ სხვა მიმართულებით დავეხმაროთ მას განვითარებაში და შევისწავლოთ მისი პრობლემები, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ადგილობრივი ელექტრონული კომერციისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თამარ სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. იმედია ჩვენი შემდეგი სტუმრობის დროს ვისაუბრებთ უკვე გაზრდილ სტატისტიკაზე ადგილობრივი ელექტრონული კომერციის დაგემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, საუბრობდით ელექტრონულ კომერციაზე და ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის სტუმარი.